ჩვენ რაც უნდა ვეკეთებინეთ, ეხლაც უნდა ვაკეთოთ, ჩვენი რიტორიკა უნდა იყოს მაქსიმალურად აი მშვიდობის ყოფილობის დემონსტრაციაზე ორიენტირებული. იმისთვის რომ მოწინააღმდეგეს თუ დარტყმა მაინც მოუნდა ჩვენზე, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე რუსული საზოგადოების დონეზე, ისე ჩვენივე საზოგადოების დონეზე ცალსახად კონსენსუსი იყოს შეკრადი, რომ აი რა ვიცი, ამათ რა უნდათ ახლა ჩვენგან, აღარ ყოფილა საშველი, ყველა ვარიანტში გვირტყავენ და მაშინ მაქსიმალური მობილიზაცია სხვა გზა ჩვენ აღარა გვაქვს. ეს უნდა იყოს კონსენსუსი მიღწევადი ამაზე, როგორც შიდა საზოგადოებრივ დონეზე, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა საერთაშორისო თანამეგობრობა თან არ გადაგვყვება ჩვენ, მაგრამ ისიც კი რომ ახლა ის არ გააფორმებს ომის დაწყების შეზბრალს, ხელს არ მოგაწერინებს და ეს ვითარება რო არ არის ხა რა დახმარებაც იქნება, შეშფოთებები იქნება თუ სხვა შეიძლება არასათანადო დახმარება, მაგრამ რაც იქნება, ის იქნება უფრო მეტი და უფრო წონადი, ვიდრე იმ შემთხვევაში, ვიდრე შენ რაღაცა მოგიხერხეს და რაღაც პროვოკაციულ განცხადებები შეგიფასეს რაღაც ომის მაპროვოცირებელ მიზეზებად და იქ ვიღაცა მერე იქნებიან იქ ამერიკაში მოიძებნებიან იგივე ტაკერ კარლსონი იქნება თუ სხვა მსგავსი პოზიციით მქონე ხალხი, რომლებიც ძალიან გაგაკრიტიკებენ მაგისგან. და კიდევ ერთი, რაც მაშინ ცალსახა პრობლემა იყო, ობიექტური პრობლემა იყო და დღეს ახლა ნაკლები პრობლემაა, იმიტომ რომ რაღაცა ეს ამ პროცესის აქტუალიზება ნაკლებად ხდება, მაგრამ ზოგადად ეს არის აი ჩვენი რეგიონის და ჩვენი სახელმწიფოს დიდი პრობლემა საფრთხეებიდან გამომდინარე. ნატოში ინტეგრაციის დეკლარირებული ხაზი ობიექტური პრობლემა იყო, იმიტომ რომ ნატოში ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის არის უბრალოდ ობიექტურად შეუძლებელი. ნატოში ინტეგრაციას ჩვენი ქვეყნისთვის ქონდა ყოველთვის მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის შინაარსი, არაფერი სხვა. მთელი ამოცანა ნატოში ინტეგრაციის იყო პოლიტიკური რიტორიკის ხასიათის. რა თქმა უნდა, ყველას კარგად ესმოდა, რომ ჩვენ არავინ და ვერავინ ნატოში ვერ მიგვიღებდა. ვერავინ იქიდან გამომდინარე, რომ ყველას კარგად ესმოდა, რომ რეალური ცდელო, აი რეალური ხელშესახები ნაბიჯის შემთხვევაში რუსეთი შემოვიდოდა და შემოვიდა მაგაზე ბევრად ნაკლების გამო, ხო? ამიტომ რაც ცალსახაა ნატოში ინტეგრაციის რეალური შინაარსი არ არსებობდა, ოღონდ არსებობდა ამ პროცესის პოლიტიკურ რიტორიკად წარმოების მაგალითი, ძალიან ინტენსიური და ეს რა თქმა უნდა ძაბავდა რუსეთთან შესაძლო ესკალაციის პროცესს, რა თქმა უნდა. ამიტომ თუ მაინც ვერსად ვერ შედიხარ და ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ტრული ნაბიჯის გამოხატვის დემონსტრაცია, არაფერს გარდა საფრთხის ზრდისა ეს არ იძლევა. არაფერს გარდა რუსეთისთვის შესაძლებლობისა რომ გაამართლოს შენზე თავდასხმა საკუთარ საზოგადოებაში მაინც გაამართლოს. და დასავლური საზოგადოების ნაწილშიც, იმიტომ რომ არიან დასავლელი ძალიან წონადი ექსპერტები, ძალიან წონადი პოლიტიკური ფიგურები ან მედია ფიგურები, რომლებიც ამბობენ, ნატოში ინტეგრაცია არ დაგეწყოთ, ჩვენ გვეუბნებიან და უკრაინელებს. ნატოში ინტეგრაცია არ დაგეწყოთ და არ მოხდებოდა თქვენთან ომი. ხო? ეს პოზიცია არ არის სახუმარო და რაღაცა მცირე მასშტაბის პოზიცია დასავლეთში და თუ ეს პოზიცია საპირწონედ იმას იღებს, რომ მაინც არავინ არ გიპირებდა ნატოში მიღებას. რეალური შანსები რო ყოფილიყო ნატოში მიღების, კიდე მესმის, რომ აი რაღაცას ცდილობ, რაღაც რეალურ თავდაცვას იღებ და ზიანი დაძაბულობის ზრდისა რაღაცნაირ გარისკენ. მაგრამ ვერსად ვერ შედიხარ. ოღონდ რუსეთს აძლევს საბაბს მეტი გამართლება მოუძებნოს საკუთარ საზოგადოებაში შენზე თავდასხმას. შენ ბევრად მეტად გაწყობს თუ თავდასხმა მაინც გარდაუვალია დაგესხან ისეთ შემთხვევაში, სადაც უბრალოდ ვერავისთან ვერ ამართლებს ამას. აი რატო გირტყავს. და ნატოში ინტეგრაციის პასუხად თავდასხმა რუსული საზოგადოებისთვის და მათ შორის დასავლური საზოგადოების ნაწილისთვის ადვილად გამართლებადია. იმიტომ რომ ნატოში ინტეგრაცია გასაგები შინაარსის არის, ნატოს აქვს, ნატო რეალურად არის ანტისაბჭოური და ახლა ანტირუსული ბლოკი. ანუ რუსეთის საწინააღმდეგო ბლოკია. ხო? და მან რამე ორი აზრი არ არსებობს.
უკრაინას იმისთვის უნდა ნატოში შესვლა და ჩვენც იმისთვის გვინდა რომ რუსეთისგან თავდაცვა მოხდეს, ხო? ანუ და ნატოს აქვს თელიან დეკლარირებული არის ფაქტიურად ეს შინაარსი. ამიტომ და ეს ამ შინაარსს კამათი აღარ ჭირდება. ეს შინაარსი არის საყოველთაოდ გაფორმებული ქვეტექსტი ნატოსი. ამიტომ როცა ვიღაცა ამბობს რომ აი ჩემს საზღვრებთან არ მინდა გაჩნდეს ისეთი ძლიერი ბლოკი, რომელიც ჩემზე ძლიერია და ამიტომ ამ რომელსაც ფაქტიურად დეკლარირებული აქვს რომ ჩემი მტერია, ჩემი მტერი და ჩემზე ძლიერი. ეს არ მინდა ჩემს საზღვრებთან გაჩნდეს. ეს ფაქტიურად საყოველთაოდ გასაგები მოტივებია. ამას აი ყველა ეთანხმება. რუსეთშიც ყველა ეთანხმება. დასავლეთშიც ახლა ყველა ხვდება რომ ხო ეგეთი რაღაცა ახლა ვინმეს რატო უნდა უნდოდეს. აი ამერიკასაც რატო უნდა უნდოდეს მის საზღვრებთან გაჩნდეს ისეთი ბლოკი, რომელიც მისი მტერია და მას ერევა. არავის არ უნდა. და ახლა ამ ბლოკს აქვს ფაქტიურად დეკლარირებული ღიად, ხო? რომ ეს შინაარსებს და როცა შენ ამბობ რომ მე ამაში ინტეგრაციას ვაპირებ, შენ აძლევ მოწინააღმდეგეს საშუალებას იმისა, რომ გააფორმოს, რომ ხო აი ჩემს საზღვრებთან აჩენ ისეთ ბლოკს, რომელიც ჩემი მტერია და ჩემზე ძლიერი, ეგ არ მინდა და ამიტომ არ მოგცემ მაგის საშუალებას. შენ აძლევ მასე საკითხის დაყენების საშუალებას და მართლა რომ ახერხებდე ინტეგრაციას, ან მართლა არსებობდეს მაგის შანსი. კიდე მესმის, ანუ რისკავ ისეთი რაღაცისთვის, რაც მართლა დაგიწევს. ჩვენ შემთხვევაში მაგას ვერც ვახე, არც განიხილება. და თუ არც განიხილება, მაშინ რიტორიკა პოლიტიკური, რომ ჩვენ ამას ვაპირებთ, უბრალოდ არის მტრისთვის იმ მომგებიანი არგუმენტის მიცემა, რომ ხო აი, რა ვიცი, ჩემს საზღვრებთან მოყავთ მტერი, რომელსაც მე აქ არ დავუშვებ. ამიტომ რა უნდა გვექნა და რა უნდა გავაკეთოთ ახლა? ჩვენი აი გვეკითხებიან რა არის თქვენი აზრით გამოსავალი. გამოსავალი მარტივი არ არსებობს. მაშინ ბევრად მარტივი ვადიდგა საქმე, მაგრამ არც მაშინ იყო მარტივი. მარტივი არ არსებობს სამწუხაროდ. გამოსავალი არის არა იდეალური და რთული, მაგრამ რაც არის, რამენიუც არსებობს, იქიდან ნოვეძებოთ. გამოსავალი ალბათ ყველაზე რეალისტური არის შემდეგ. ჩვენ გვჭირდება და მაშინაც გვჭირდებოდა მშვიდობისთვის დროის გაწევა. რაც შეიძლება ხანგრძლივი მშვიდობა. რაც შეიძლება დიდი დროის მოგება იმისთვის, რომ იქნებ რუსული პოლიტიკური ელიტის ნება შეიცვალოს ჩვენთან მიმართებაში, დასავლეთთან მიმართებაში. ამას ხო ყველა ამბობს, პროდასავლური ძალებიც ამას დეკლარირებენ, რომ კი, რაღაცა პერიოდის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს რუსულ პოლიტიკური ელიტის განწყობები. იგივე პუტინი მუდმივად ვერ იქნება, პუტინი შეიძლება იყოს პუტინის ხელისუფლების პირობებში, შეიძლება რუსეთი იყოს გარკვეულ მძევლობაში იმ გადაწყვეტილების, რომელიც ამ შემადგენლობის ხელისუფლების მიერ იქნა მიღებული, მაგრამ მომავალში შეიძლება, არ არის გარანტია არაფრის, შეიძლება და ჩვენ სხვა რამე გზა გვაქვს? რამე წარმოგვიდგენია ვინმე შემოვა და ჩვენ მაგივრად იომებს? არ მოხდება ეგ. წარმოგვიდგენია რომ ჩვენი ძალებით შევძლებთ რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგებას, სამწუხაროდ მაგის შესაძლებლობა არ გვექნება. ამიტომ სხვა რაიმე დიდი არჩევანები კი არა გვაქვს. წარმოგვიდგენია რომ რუსეთი დაიშლება, ანუ არ დაიშლება. არც ისეთ მარცხს არ მიიღებს, რომ აი რაღაცა მე ვეღარ ერევა ჩვენაირ შესაძლებლობების სახელმწიფოს. ამიტომ ჩვენ რა გვაქვს რა არჩევანი? ჩვენი არჩევანი არის ერთადერთი, რაც შეიძლება ხანგრძლივი მშვიდობა შევინარჩუნოთ. ამისთვის ჩვენი რიტორიკა მაქსიმალურად იმ შინაარსის უნდა იყოს, რომ მოწინააღმდეგეს უბრალოდ არ უნდა შეეძლოს საკითხის ისე დაყენება, რომ შენ გიტევს რაღაცა ობიექტურად გამართლებადი მიზეზით. ვერანაირ მიზეზს ვერ უნდა ასახელებდეს. თუ შემოგიტევს მაინც საკითხს ისე უნდა აყენებდეს, ნუ რაღაცა ისაა რა, ურდო ვარ და არ მაინტერესებს. მაშინ ეგრე უნდა დგებოდეს საკითხი. და კი შეიძლება თეორიულად მე არ ვეთანხმები იმას, რომ მასე შემოგიტევს ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ყველას სჭირდება საბაბი ერთი და მეორეც ერთი თავის ტკივილია ნებისმიერი ომი და შენ მე მაგ ნაწილზეც გადავალ, შენ ისე აწარმოებდე საკუთარი სამხედრო შემადგენლობის გაძლიერების პროცესს, რომ არ იყოს მარტივი სიამოვნება შენზე შემოტევა. მაგრამ თეორიულად შეიძლება მაინც შემოგიტიოს, მაგრამ შეთვის ბევრად
უპირატესი და უკეთესი მდგომარეობა, თუ გიტევს ვიღაცა უბრალოდ აი ურდო არ და სხვა გზა არის. შენივე საზოგადოების მობილიზებისთვის ეს არის უკეთესი მდგომარეობა. შენივე საზოგადოებაში რაიმე ორი აზრი აღარ არსებობს მასეთ შემთხვევაში, რომ ხო აქ ახლა ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, ყველაფერში მართლები ვართ. არაფერი გზა არ არსებობდა რაღაცა ამ პროცესების თავიდან არიდების და უბრალოდ ამას თუნდაც ეხლა ესე იგი ჩვენი გაქრობა უნდათ. ეგრე დადგება მაშინ საკითხი. და მაშინ შენი საზოგადოებაც ბევრად ძლავრად იქნება კონსოლიდირებული ამ თემის ამ გამოწვევის წინააღმდეგ და მოწინააღმდეგეს ბევრად მეტად გაუჭირდება საკუთარ საზოგადოებაში სამობილიზაციო არგუმენტაციის წარმოქმნა და რა თქმა უნდა პარალელურად შენ უნდა აძლიერებდე შენ სამხედრო შემადგენლს პარალელურად აუცილებლად დეკლარირებული მშვიდობის ყოფილობა მაქსიმალურად განცხადებების დონეზე რაღაცა არარსებული ნატოს ინტეგრაციის არარსებული რისკების გამზდელი რაღაცა კურსის დემონსტრაციის გარეშე ჩვენ უნდა ვახდენდეთ რაც შეიძლება მეტ დეკლარირებას მშვიდობის ყოფილობის რაც შეიძლება მაქსიმალურად და პარალელურად ვაძლიერებდეთ ჩვენს სამხედრო შემადგენელს. სამხედრო შემადგენელის გაძლიერება განსაკუთრებით ეხლა ამ პირობებში, როცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით ის სამხედრო ისტორიულ ამ მონაკვეთში ისეთი ეპოქა დაიწყო, სადაც ჩვენ შეგვიძლია დრონების ეპოქა დაიწყო და ჩვენი თვალწარმოოთ იმდენი დრონი კომპონენტები ვიყიდო სხვა ქვეყნებში იქნება ჩინეთ თუ სხვა ქვეყნებში და ჩვენი თავაზყოთ დრონები და ჩვენნაირი რელიეფის ქვეყანაში დრონი ბევრად უფრო რთული გამოწვევა მოწინააღმდეგისთვის ჩვენ თუ გადავერთეთ ამ აიდის პოლიტიკურ სამხედრო მოწყობაზე დიდი თავის ტკივილი შეიძლება გახდეს ეს ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის მათ შორის რუსეთის მასშტაბის მოწინააღმდეგისთვისაც ეხლა ცხადია აქ არავინ არ ამბობს იმას რომ ჩვენ ომს მოუგებთ რუსეთის შესაძლებლობების ქვეყანას მაგრამ იმ პირობებში როცა უკრაინაში რუსეთს დიდი ძალები შებოჭილი ყავს ომი სავარაუდოდ დამთავრდება ისე რომ შეიძლება გაიყინოს პროცესი მაგრამ რუსეთს კონცენტრაცია და ყურადღების იქით მიპყრობა მაინც მოუწევს ამ პირობებში ჩვენზე თავდასხმა არ უნდა იყოს უმტკივნეულო პროცესი დიდი დრო ახლა იგი პუტინის მართლობის უბრალოდ იქიდან გამომდინარე რომ ასაკშია პუტინი აღარ არის ფიზიკურად დაახლოებით ალბათ 10 წელი და მე უკვე შემცვლელზე წავა პირდაპირ ფიქრი ხო და შემდეგ იქნება მაღალი ალბათობა იმისა რომ რუსეთს ექნება мотивация რაღაცა გარკვეული შერბილება გადატვირთვა მოახდინოს დასავლეთთან საკუთარი პოლიტიკის ამ პირობებში ჩვენ ამ მონაკვეთამდე რამენერად უნდა მივატანოთ არ ვიცით როგორ რა შედეგები იქნება მანამდე მაგრამ ამ არც ის ვიცით შემდეგ მაინც და მაინც ასეთი პოზიციის ხელისუფლება მოვა თუ არა რუსეთში მაგრამ სხვა გამოსავალი ვარიანტი ისეც არის ჩვენ უნდა მივატანოთ იმ პერიოდამდე და იქ მე ვნახავთ რა პოზიციის ხელისუფლება მოვა ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ შენი სამხედრო კომპონენტის გაძლიერებაზეც თუ დაიწყებს რუნვას მაგასაც ხო რუსეთი ჩაგითვლის ისეთ ქმედებად რომელიც არ აწყობს და მაგ ქმედების შემთხვევაში ხო შეიძლება დაგაყაზო რა თქმა უნდა რუსეთს და ნებისმიერ ქვეყანას არ აწყობს ძლიერი მეზობელი თუ მithumetes მასთან თუ კარგი ურთიერთობა არ აქვს ეგ რა თქმა უნდა ეგეც არ არის მის ინტერესში და რო შეეძლოს მაგაზეც დაგიძაბავს უბრალოდ ბევრად რთულია არგუმენტირება იმისა რომ შენ უბრალოდ შენს სამხედრო კომპონენტს აძლიერებს. იმ პირობებში, როცა საერთოდ ყველა აძლიერებს რეგიონში სამხედრო კომპონენტს და შენი თავის დაცვას რატო ცდილობ? მით უმეტეს, როცა შენ ხარ იმ ზომის ქვეყანა, რომელიც გასაგებია, რომ რუსეთს ვერ მოერევა და შენი ძალებით შენ არ წარმოადგენ პირდაპირ საფრთხეს რაიმე რეალურ საფრთხეს რუსეთისთვის. ამ პირობებში არგუმენტირება, რომ ჩემი ძალებით ყოველგვარი გარე ბლოკის ჩართვის, რაღაცა შემოყვანის, აქ რაღაც ბაზის ჩადმის გარე ჩემი ძალებით ვცდილობ გავაძლიერო ჩემი სამხედრო კომპონენტი, იმიტომ რომ ყველა აძლიერებს და დრონებს ვქმნი, იმიტომ რომ ყველა ქმნის რეგიონში. ამის წინააღმდეგ რაიმე იმ წონის არგუმენტაციის წარმოადგენა, რომ ეხლა ესენი რასაკეთებენ დრონებს ქმნიან იმ პირობებში, რომ ყველა ქმნის რეგიონში დრონებს და მოდი დავარტყათ, ბევრად რთული ამაზე არგუმენტაციის წარმოადგენა, ვიდრე
ნატოს შემოყვანის რაღაცა ეფემერული, მაგრამ დეკლარირებული გეგმის პასუხად, რომელსაც პირდაპირ შინაარსებს რუსეთზე ძლიერია ჯამში ნატო და რუსეთის მტერია. და რუსეთის მტერი, რუსეთის მოწინააღმდეგე ბლოკი შემოყავს საზღვართან. მაგაზე არგუმენტაციის წარმოდგენა, რომ მე არ მაწყობს ეს ჩემთვის სასიცოცხლო საფრთხეა ბევრად ადვილი რუსეთისთვის, ვიდრე იმაზე, რომ ჩემ თავს ვაძლიერებ და არის ახლა რაღაც არგუმენტები, ამას რატო აკეთებ მაინც დაგარტყამ, არის რაღაც არგუმენტები, რაღაცა მიჯნა, რომელიც იქითაც უბრალოდ უკან ვერ დაიხე. და მიჯნა იმისა, რომ მე ახლა ჩემი თავის დასაცავად იარაღს ვქმნი ისევე როგორც ყველა, ეგ ისეთი მიჯნა, რომელზეც უბრალოდ უკან ვერ დავიხეთ. არის რაღაცა სახელმწიფოებრივი, სულ რაღაცა ეგზისტენციალური ამოცანები, რომელიც წითელი ხაზია, რომელიც უბრალოდ უნდა გავაკეთო, სხვა გზა არ არის. ამიტომ ეს ნაწილი საკუთარი სამხედრო კომპონენტის გაძლიერება, ეს არის სრულად ეგზისტენციალური ცალსახა ამოცანა და ეს უნდა ვაკეთოთ. მით უმეტეს ჩვენ ახლა სანამ მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რამდენიმე წელი დავკარგეთ უკვე, იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ეს უნდა გვეკეთებინა და არავის ჩვენთვის არ ეცლებოდა. ეხლაც კიდე რამდენიმე წელი სავარაუდოდ არავის ჩვენთვის არ ეცლება და ეხლა გვაქვს აი ეგეთი ფანჯარა. ამიტომ კი ეგ დიდად რაღაცა გულზე არ ეხატება რუსეთს ეგ ვერსიაც, რომ შენ ეგ რაღაცა შენ ძალების გაძლიერებას შეეცდები, მაგრამ მოუწევს ახლა სხვაგანა ყურადღება, არ არის ექსვლა მისთვის ხელმისაწვდომი, რომ ჩვენ ამის გამო დაგვარტყას, ამიტომ ექსვლა გვაქვს. ის დასრულების შემდეგ თუ ახლა რაღაცა კონფლიქტის გაყინვამდე მივიდა საქმე, გაიყინება კონფლიქტი გარკვეული პირობებით და მაგ პირობებში სავარაუდოდ იქნება ჩადებული ის, რომ გარკვეული პერიოდი რუსეთს ერჩივნება, იქ რაღაც სანქციების შერბილების და ეკონომიკური მოტივებიდან გამომდინარე, რაღაც პერიოდი აღარ დაძაბოს. ამიტომ ჩვენ რა უნდა გვეკეთებინა მაშინ, არ უნდა გვეწარმოებინა აგრესიული რიტორიკა, მიუხედავად იმისა, რომ მართლები ვართ, რომ ვაწარმოოთ, მაგრამ მაინც არ უნდა გვეწარმოებინა, იმიტომ რომ მართალი შეიძლება იყო, მაგრამ შენ გაილახო და შენ დაზიანდი. და მე თქვი მართალი ვარ, დავზიანდი და დამატებით ტერიტორია თუ დავკარგე, ჯობდა ისე მეკეთებინა ჩემი საქმე, რომ პირიქით იქით შემეძინა ტერიტორიები, ხო? ამიტომ არ უნდა გვეწარმოებინა ისეთი რიტორიკა, რომელიც მტერს მისცემდა საფუძველს, გაემართლებინა საკუთარი თავი რამენაირად საინფორმაციო ველზე. ნატოში ინტეგრაციის ეს რაღაცა რიტორიკული პროცესი სინამდვილეში არაფერში საჭირო არ იყო გარდა დაძაბვისა, დაძაბულობის გარდა არაფერი არ მოქონა. ეხლა უბრალოდ უფრო რთულ პირობებში ვიმყოფებით, მაგრამ რეალური გამოწვევები იგივეა. ჩვენი რიტორიკა უნდა იყოს მაქსიმალურად მშვიდობის უყოფელობის დემონსტრაციაზე ორიენტირებული და დროის გაწევაზე ორიენტირებული. აი თუ მეკითხებით, რა არის შენი აზრით ახლა გამოსავალი? დემონსტრაცია იმისა, რომ მზად ვარ დიალოგზე, მზად ვარ საუბარზე, არანაირ ომს არ ვაპირებ, არანაირ ომი არ მინდა, პირიქით ყველა უნდა შევრიგდეთ რაღაცა საერთო ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და ასე უნდა შევრიგდეთ, რა თქმა უნდა, ჩემ ტერიტორიებს მე ვერ დავთმობ, მაგრამ ამის იქით უნდა იყოს მეგობრობა. აი ეს უნდა იყოს აი რაღაცა ჯამური ჩვენი რიტორიკის შინაარსი და არაფერი სხვა არ მინდა გარდა მეგობრობისა. უბრალოდ ტერიტორიებს ვერ დავთმობ და ტერიტორიები დამიბრუნებ, მაგრამ ამის იქით მე ვიმეგობრობ. და არანაირი არავის არც მტერი შემოყავს, არც რაღაცა საზღვრებთან არაფერს არ გიპირებთ, მხოლოდ მშვიდობა და მეგობრობაა ჩვენი სული. აი ამის დემონსტრაცია უნდა ხდებოდეს სახელმწიფოებრივ დონეზე მაქსიმალურად და დროის გაწევა. პარალელურად უნდა ვაძლიერებდეთ ჯარს. თუ ვინმე საინტერესებელი რა არის ყველაზე ლოგიკური გეგმა ჩემი აზრით არის ეს. და რა ვიცი, რამე არგუმენტი თუ არსებობს, რომ რაღაცა სხვა უნდა ვაკეთო და უფრო ეფექტური იქნება ჩვენი უსაფრთხოებისთვის, კი ბატონო. უსმენ, საინტერესოა, მაგრამ ეს რაიმე უფრო ეფექტური არგუმენტია რაღაცა პროდასავლური ძალებისგან, იმისა, რაღაცა სხვა შეგვიძლია გავაკეთოთ და უფრო დაცულები ვიყოთ. არ თუ არ მომისმენია, თვალნათლივ ჩვენმა ქვეყანამ 18 წლის წინ იხილა იმ პოლიტიკის შედეგები, აი ჩვენ მოწინააღმდეგე შეხედულების მქონე ხალხის პოლიტიკის შედეგები, რომელსაც აი უმძიმეს ტვირთად, რომელიც გვაწევს დღემდე და ისტორიულ ტვირთად გვაწევს ახლა და ისტორიულ დარტყმად და იმედია რომ დავძლებთ ამ დარტყმას, მაგრამ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და დიდი გონიერება გვმართებს იმისთვის, რომ ამის დაძლევა მოვახერხოთ.